აი ეს ფრაზა რო დაასრულოთ, ბატონო დავით, მამობა არის სწავლება, პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი ტვირთი. ძალიან დიდი ტვირთი, რომელიც ალბათ ადამიანს სანამ გადაწყვიტავს, რომ გახდეს მამა, უნდა იფიქროს, შეუძლია თუ არა გახდეს მამა, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ის პროცესი, რომ ყავს შვილი და შევასრულე ჩემი გეგმა. ეს არის უფრო დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც იმ ადამიანის მიმართ ხდება, რომელიც შენზე არის მთლიანად დამოკიდებული, გიყურებს პირში, გიყურებს თვალებში, ყველაფერი შენი ჯერა, იმეორებს ყველა შენ ქცევას, ღიმილს, ხასიათს და მე შეიძლება მქონდეს პრეტენზია, რატო აკეთებს ასე? ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ალბათ ის არის, რომელიც მე შეგნებულად უნდა გადავხდე და არ გავყვე მარტო იმას, რომ მე მიყვარს და ჩვენ მინდა შევქნათ ოჯახი. ხო. დამძიმდა სიტუაცია. დამძიმდა სიტუაცია. თავად ერთ-ერთი კითხვა გვაქვს ხოლმე, რა იგრძენი პირველად, როცა შვილი ნახე და პრაქტიკულად ყველა მამა ამბობს, მათ შორის მეც რომ ვიყავი დაბნეული, იმიტომ რომ პირველ შვილზე არ მქონა გაცნობიერებული რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა. ამაში ალბათ კი არა გეთანხმებით, იმიტომ რომ პირველი შვილი როდესაც არის, იმიტომ რომ თავზე ადგიხარ რა შვება გადატრიალ და გადმოტრიალ და როგორც უნდა. მეორე შვილზე უკვე იცი და შფოთვის დონე ბევრად გეხსნება და ღებულობს სიამოვნებას და იმ ურთიერთობა უკვე უფროს შვილმა გასწავლა. ხო, უფროს შვილები მაგ ცოტა დაჩაგრულები არიან. პირიქით. უფროსები ხოლმე პატარებს ჩაგრავენ, პატარები კიდე მშობლებს ჩაგრავენ. აი ის ბძანეთ რომ უსმე როგორც უნდას და მახსენდა პირველი შვილზე მახსენდება რომ აი ამოს უნდასა და მეორე ამოს უნდას შორის იყო თქვა პირობითად 2 წამ. ვახ წამნახევარში ამოისუნთქა ან 2 წამნახევარ რატო ის ნახევარ რატო რამე ხო არ ჭირს აი ეგეთ რაღაცა თუ დააგვიანა ეგ იყო ხოლმე კატასტროფა რომ აღარ სუნთქავს. აუ ძალიან რთულია ეგ ყველაფერი რა. მაგრამ ულამაზესი პროცესია. რა თქმა უნდა.